Lietuvas საგარეო საქმეთა მინისტრის კესტუტის ბუდრისის განცხადებით სანქციათა სიას 74 ადამიანი დაემატა საქართველოში ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების და რეპრესიების გამო. Lietuvas საგარეო საქმეთა სამინისტრო აზუსტებს, რომ სანქცირებული პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა მძიმე და სისტემურ დარღვევაზე. მათ შორის არიან გამოცემების ნეტგაზეთისა და ბათუმელების დაპატიმრებული დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეში მონაწილე პირები. ახალ სანქციებში ასევე მოხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს 7 მოსამართლე, ასევე გრძელ სიას აკომპლექტებენ სხვა მოსამართლეები, პროკურორები და ასევე პოლიციელები. Lietuvas საგარეო უწყება წერს, რომ მათ შორის არიან პოლიციელები, რომელთაც ცრუ ჩვენებები მისცეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და წვლილი შეიტანეს მის უკანონო პატიმრობაში. ასევე დღეს სოციალურ ქსელში პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა განცხადება Lietuvas საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა და მის განცხადებაში საუბარი არის იმაზე, რომ ის აცხადებს, რომ ისინი დგანან საქართველოს ქართველი ხალხის გვერდით და მათ მიერ დემოკრატიისა და ევროპული მომავლისკენ სვლის გზაზე. ასევე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცჰაკნა ავრცელებს განცხადებას, სადაც წერია, რომ ხელი მოაწერა მან ბრძანებას, რომელიც ქვეყანაში შესვლას უკრძალავს საქართველოს 55 მოქალაქეს, პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციის თანამდებობის პირებს, პარლამენტარებსა და სხვას და ამავდროულად ის აცხადებს, რომ ესტონეთი მუდმივად აჩვენებს ქართულ ხალხს, რომ ისინი მხარს უჭერენ მათ მცდელობებს კიდევ ერთხელ მიაღწიონ საქართველოს დემოკრატიულობას. ასევე ესტონეთის სანქციებში არის ღიად საუბარი იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან დასანქცირებულები. ესენი არიან მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები ვლადიმერ თურმანიძე და თორნიკე გოგეიშვილი. ამავდროულად ბათუმის პოლიციის უფროსი, რომელზე თავდასხმასაც ედავებიან მზია სილის გაწვნის გამო ირაკლი გებუაძე და ასევე მოსამართლეები ნინო სახელაშვილი და ვერა დოლიძე. ასევე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა პოსტი და ის აცხადებს, რომ საქართველოს 16 მოქალაქე და დაამატა ლატვიის პერსონა ნონ გრატათა სიას და რის შედეგადაც მათ განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ ლატვიაში შესვლა. ჯერჯერობით სხვა დეტალები ლატვიას ჯერ არ გაავრცელებია. ასევე დღეს კომენტარი გააკეთა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ამ თემაზე. ჯერჯერობით ოპოზიციური პარტიების სხვა წევრებს ამ თემაზე არ უსაუბრიათ, ასევე არ უსაუბრიათ ქართული ოცნების წევრებს, თუმცა შეგვიძლია რომ მოვისმინოთ ბადრი ჯაფარიძის კომენტარი. Lietuva, Latvia, ესტონეთი, როდესაც ისინი უგზალავენ ხელისუფლების და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს, საქართველოს ხელისუფლების და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს ამ ქვეყნებში შესვლას, ეს არის ადეკვატური პასუხი იმ უკანონობაზე, იმ ძალადობაზე, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენს ქვეყანაში. ადამიანმა უნდა იგრძნონ, რომ ცდელობა დაჩაგრონ თავისუფლების მებრძოლი ჩვენი თანამოქალაქეები მათ უკვალოდ არ ჩაუვლის და ისინი გადაიხდნენ შესაბამის საფასურს. ბალტიის ქვეყნები პირველად 2024 წლის 1 დეკემბერს შეთანხმდნენ და შემდეგ უკვე გამოაცხადეს, რომ სანქციები დაუწესონ მათ, ვინც ახშობს ლეგიტიმურ პროტესტს საქართველოში.